ლუკას 1000 ლარი აქვს და ის გადაწყვეტს, რომ ეს თანხა ბანკში ანაბარზე შეიტანოს. როდესაც ის მივა ბანკში, მას ეტყვიან, რომ ყოველწლიურად დაერიცხება შეტანილი თანხის 12% და იქვე ეტყვიან, რომ ამას მარტივი პროცენტი ჰქვია, თუმცა ლუკამ არაფერი იცის არც მარტივი პროცენტის და ზოგადად პროცენტის შესახებ. ამ ვიდეოში ვისაუბროთ პროცენტებზე და თქვენ თუ ვიდეოს ბოლომდე კარგად მოусმენთ, მსგავსი პრობლემა არასოდეს აღარ შეგექმნებათ. ზოგადად დავიწყოთ მარტივი წინადადებით, რომ პროცენტი გვიჩვენებს პროცენტი იგივე ნაწილია, ოღონდ 100-ჯერ აღებული, ასე ვთქვათ. ანუ 100-თან მიმართებაში პარტივად რო ვთქვათ, განმარტება ესეთია, პროცენტი ეწოდება რიცხვის მე-100 ნაწილს. ანუ ჩვენ ძალიან მარტივად პროცენტებამდე ჩვენ ჯერ ნაწილებს ვსწავლობთ, ერთი რიცხვი მეორის რა ნაწილია, რიცხვის რა ნაწილია, რაღაც და ასე შემდეგ. რიცხვის რაღაც ნაწილი და ამის შემდეგ ძალიან მარტივად ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ პროცენტებზე. ანუ მაგალითად, თუ მოდი მარტივი კანონზომიერება დავინახოთ წილადებს, ანუ ნაწილებს და პროცენტებს შორის. წარმოვიდგინოთ რაღაცა კვალი ნივთი, ორი ცალი, ერთნაირი ნივთი და თქვათ, იყოს ესე მთელი ნაწილები და აქეთ იყოს ნაწილები, ხო? აქეთ იყოს ნაწილი, აქეთ პროცენტი. ხო? თუ ჩვენ ნაწილებზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს მთლიანი რაღაც სხეული, ეს არის ერთი მთლიანი ნაწილი, ხო? ანუ ერთი ნაწილი. ან თავის მხრივ თუ შუაზე გავყოფთ, მივიღებთ 1/2 ნაწილს. ხო, ესე დავაწეროთ, მოდი ესე ჯობია პრინციპში. თუ ესე კიდე შუაზე გავყოფთ, ეს იქნება 1/4, ხო? ანუ წარმოიდგინეთ, ესე იგი 4 ასეთი ნაწილი იქნებოდა და სულ აქეთაც რო გაგვეყო. ეს 1/4 და კიდე თუ გავუყოფთ, მაშინ ეს რა გამოვა? ეს პატარა ნაწილი გამოვა 1/8, ხო? ესეც შუაზე გაიყოფოდა და კიდე 2 რო იქნებოდა, კიდე შუაზე სულ 8 ნაწილი იქნებოდა. აქეთ რა გვაქვს ახლა? მთლიანი, რომელიც აი აქეთ იყო 1 პროცენტებში არის 100%. 1/2 პროცენტებში ეს ნახევარი, ხო? 1/2 აქაც ნახევარია, აქაც ნახევარია, ხო? ნახევარი 100-ის ნახევარი 50%-ია და ამ პრინციპით 1/4 არის. კიდე აი 50-ის ნახევარი, ხო, აი დამაგვირდეთ, აი ეს ხო იყო 1/4 და კიდე მაგის ნახევარი. არა, ბოდიში აი 1/2-ის ნახევარია, ხო? აი ამ მთლიანის ნახევარია, ხო? 1/4 და კიდე ანუ 50-ის ნახევარი. 25%-ია, პრინციპში უდრისო დავწეროთ ჯობია. და 1/2 კიდე ამის ნახევარია და არის 12.5%. ახლა კანონზომიერება რა უნდა შევამჩნიოთ, ესე ნახაზებს ცხადია გავაკეთებთ ხოლმე. აშკარაა, რომ თუ ნაწილები გვინდა პროცენტებში გადავიყვანოთ, მაშინ ნაწილი უნდა გავამრავლოთ რაზე? 100-ზე, ხო? აშკარად ერთს თუ გავამრავლებთ 100-ზე, 100-ია, 1/2-ს თუ გავამრავლებთ 100-ზე, 50-ია ნამდვილად, 1/4-ს თუ გავამრავლებთ 100-ზე, 25-ია და ასე შემდეგ. ანუ, ესე მარტივად, თუ ჩვენ გვინდა, რომ წილადი პროცენტებში გადავიყვანოთ, ის უნდა გავამრავლოთ 100-ზე. აი, რამდენიმე მაგალითი გავაკეთოთ. თქვათ, ჩვენ ვიცით რა, ჩვენ გვინდა, თქვათ 1/5 გადავიყვანოთ პროცენტებში, ხო? ანუ 1/5 ნაწილი
რამდენი პროცენტია, ხო? აი მაგალითად 20 ლარი არის 100. არის 100-ის რა 1/5, ხო? ანუ 20 მიასედი ნაწილი, ეს იმედია გვახსოვს და თუ შევკვეცავთ 1/5 ნაწილია, ხო? და 20 ლარი რამდენი პროცენტია 100-ის, აი ეგ რო გავიგოთ, ეს უნდა გავამრავლოთ 100. ხო, ანუ წარმოიდგინეთ, ანუ ეს უბრალოდ ეს დავიმახსოვროთ, ხო? პროცენტი ნაწილი თუ გვინდა პროცენტებში გადავყვანოთ, უბრალოდ 100-ზე ვამრავლებთ, ესენი შეიკვეცება, აქ 20-ია და არის 20%. ანუ 20 ლარი ყოფილა 100-ის 20%. შემდეგ კიდე ერთ მაგალითად 4/5 ნაწილი გვინდა პროცენტებში გადავიყვანოთ, მას 100-ზე გავამრავლებთ და იქნება, ნუ ისევ 20 და 5 შეიკვეცება, 100 და 5 შეიკვეცება 4-ჯერ 20, ეს აღარ გვინდოდა, იქნება 80. ანუ 4/5 ნაწილი ყოფილა 80%. ანუ გასაგებია როგორ გადაყავს ნაწილები პროცენტებში, ხო? მეორე მხრივ თუ გვინდა რომ პროცენტები გადავიყვანოთ ნაწილებში, ლოგიკურია, ხო? მაგრამ უნდა გავყოთ ახლა, ნუ წერანთ გამრავლებდით, ახლა უნდა გავყოთ. ანუ თქვათ ვიცით რომ ჩვენ ვიცით რომ რაღაცა პრინციპში ამნიშნავ რომ გვაქვს ამას, ხო? ანუ 80% ერთი რიცხვი მეორეს 80%-ია და თუ გვინდა გავიგოთ რა ნაწილია, ის უნდა გავამრავლოთ. ამ შემთხვევაში უნდა გავყოთ ბოდიში 100-ზე და იქნება რა 8 და 10 შეიკვეცება 2 და 5. 2/5 ნაწილი. ანუ შევაჯამოთ, ხო, ეს ნაწილი. თუ გვინდა ნაწილები პროცენტებში გადავიყვანოთ, მაშინ 100-ზე ვამრავლებთ და თუ პირიქით პროცენტები გვინდა გადავიყვანოთ ნაწილებში, მაშინ 100-ზე უნდა გავყოთ ეს რიცხვი. ხო, ეხლა რასაც ჩვენ პროცენტებზე ვსაუბრობთ, ხოლმე გვაქვს სამი ძირითადი მიმართულება. ეს არის რიცხვის პროცენტი, ანუ მაგალითად, აი დავწეროთ პირველი. რიცხვის პროცენტი. მე მაგალითად სქემოთ დავწერე. 20-ის 15% გვინდა რომ დავითვალოთ, ხო მაგალითად. ქვემოთ ესე ჩამოყვეთ, 20-ის 15%-ია რომ დავითვალოთ, 20, ანუ წარმოიდგინეთ ეს ზუსტად იგივეა რაც იყო ნაწილების შემთხვევაში, ხო? მაგალითად 20-ის 1/2 ნაწილი. როგორ უნდა დაგვეთვალა, ხო? 20 უნდა გაგვემრავლებინა 1/2-ზე. ამ შემთხვევაში 20 უნდა გამრავლოთ 15%-ზე, როგორ ხო, ანუ რას ნიშნავს 15%-ზე გამრავლებას, ხო? ეგეთი რაღაც არ არსებობს მათემატიკაში. ამიტომ ანუ პირდაპირ 15%-ზე, ხო? ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რაღაცა მათემატიკური ოპერაცია მივიღოთ, 15% ჩავწეროთ როგორც 15 მიასედი ნაწილი. ეს ხო უკვე ვიცით, ანუ თუ პროცენტი გვინდა ნაწილებში გადავიყვანოთ, უბრალოდ 100-ზე გავყოთ, ხო? ამიტომ 20 ვამრავლებთ 15 მიასედზე და მივიღოთ რაღაც გარკვეულ რიცხვს. ნულები შეიკვეცა, 2-ჯერ 15 30 და 10 იქნება 3. ხო, 20-ის 15% ყოფილა 3. რა თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად კიდე გააკეთოთ მაგალითები. ანუ თუ გვინდა რიცხვის პროცენტი დავითვალოთ, რიცხვი უნდა გავამრავლოთ ამ პროცენტზე და გავყოთ 100-ზე, ხო? ანუ პროცენტი მიასედზე უნდა გავამრავლოთ. მეორე ეს არის წამით ეს იყო რიცხვის პროცენტი. ეხლა ერთი რიცხვი მეორეს რამდენი პროცენტია? მეორე. 1 მეორის რამდენი პროცენტია? ესე იგი, თქვათ 20-ის რამდენი პროცენტია? თქვათ 5, ხო? აქაც აი მარტივად ძალიან დავუკავშიროთ ისევ ნაწილებს 20-ის რა ნაწილია 5, ხო? ანუ წარმოიდგინეთ და ეს მარტივად როგორ ვისწავლეთ თავის დროზე, ხო? ანუ 20-ის რა ნაწილია 5 რო გავიგოთ, ანუ ეს 20 უნდა დავყოთ 5-ებად, ხო? ანუ 5 რამდენი ცალი იქნება? 5, ხო? და სულ 20-ია ნამდვილად და რა ნაწილია 1 ცალი 5? არის 1/4 ნაწილი, ხო? ანუ 4-დან, ანუ 4 თანაბარი რაოდენობა, 4 თანაბარ რაოდენობა დაიყო და აქედან 1 ავიღოთ, ხო? 20-ის
1/4 ნაწილია 5 და თუ ამას პროცენტებში გადავიყვანთ 100-ზე უნდა გავამრავლოთ, ხო? ესე იგი, ამით რა უნდა გავაკეთოთ? 5 უნდა გავყოთ 20-ზე, ანუ ნაწილები რო გავიგოთ, ჯერ რა ნაწილი არის 20-ის 5-დან, ნუ რადგან პროცენტებს გეკითხებიან, აი ვიდეოს დასაწყისში რაზეც ვისაუბრეთ, 100-ზე უნდა გავამრავლოთ. ნულები წავიდა 10 და 2 აქ დარჩება 5 და არის 25%, ხო? აი თავიდან ფოტო რო დავხატ, წრე რო დავხატეთ, ხო? იქ თუ გახსოვთ 25% მართლა 1/4 იყო, ხო? და აი ესე მარტივად რო შევხედოთ 20 უნდა ესე ხუთებად რო დავყოთ, ხო? მართლა 5 გამოდის, სულ 20 გამოდის და 1/4 ნაწილი გამოდის და ეს 25% იყო აი ჩვენ ნახაზზე და როგორც გითხარით 3 ვიცი როგორ გითხარით მიმართულება გვაქვს ხოლმე, ხო? ესე იგი რიცხვის პროცენტი, ანუ მაგალითად 20-ის რამდენი 20-ის 15%, მერე 20-ის რამდენი პროცენტია 15 და მესამე ვარიანტიც გვაქვს ხოლმე. ესეთი ესე ჟღერს მესამე რიცხვი, რომლის 5%-ია, თქვათ 3, ხო? აი ეს სად შეიძლება გამოვიყენოთ, მაგალითად არ ვიცი 15%-იანი ფასტაკლებით რაღაცას რო გადავიხდით, რა გიყავს აწყისი თანხა რო ვიცოდეთ, აი ამ მესამე ნაწილს გამოვიყენებთ ხოლმე. ესე იგი, ჩვენი კითხვა რაში მდგომარეობს? რიცხვი, რომლის 5%-ია 3, ხო? ესე იგი, ამას როგორ ვცდილობ ხოლმე რომ დავამახსოვრო ბავშვებს. ესე იგი, რაღაცას 5% ეს ნიშნავს, რომ 5%, ნუ ეს არის 5/100-დან 1/40 ნაწილი, ხო? ნუ რაღაცა 20-ად არის დაყოფილი, ანუ ძალიან ბევრად და ერთი ცალი, ანუ ჩვენ ეს არის 3, ხო? მაშინ სულ იქნება 20 ჯერ 3, ანუ 3 და აი მთლიანი რაღაც რიცხვის 5%, ანუ 5/100, ანუ 1/40 ნაწილი მართლა 3 გამოდის, ხო? ეს რიცხვი რომ მივიღოთ ხოლმე, ამისთვის 3 უნდა გავყოთ აშკარად, ხო, აი რატო გავყოთ, რა ნახოთ. ნუ როცა პროცენტზე ვსაუბრობთ, აი 5% როცა რიცხვი და პროცენტი როცა უწერია ხოლმე, იქ ყოველთვის ავტომატურად ჩვენ ვიხსენებთ, რომ უნდა ეწეროს რაღაცა 100-დი, ხო? ეგ რიცხვი და 100-დი. ანუ პროცენტს როცა დაინახავთ, ავტომატურად უნდა გონებაში გვახსენდებოდეს, რომ ეს არის ეს რაღაც 100-დი, ხო? და ნუ თავიდან წერთ ხოლმე რიცხვს, ანუ აი სამერე შევაჯამებ და მარტივ მექანიზმს გასწავლით. ჯერ ვწერთ აი ამ რიცხვს, მერე პროცენტი რადგან წერია, წერთ 100 ნაწილს და რატო გაყოფა, ხო? გაყოფა იმიტომ რომ ჩვენ აშკარად ხვდებით, ხო, რაღაცა რიცხვი, რომლის 5% 3-ია, აშკარად 3-ზე მეტი უნდა იყოს, ხო? და ჩვენ როცა არაწესიერ ბოდიში წესიერ წილადზე ვსაუბრობთ, მაშინ გაყოფა გვჭირდება, რომ რიცხვი გაიზარდოს, ხო? შენ თუ 3-ს გაამრავლებ რაღაცა წესიერ წილადზე, მაშინ უფრო პატარა იქნება მიღებული რიცხვი, ხო? და რატო ვნახოთ ახლა? ეს იგივე რომ 3 გაამრავლო, ეს გვახსოვს ალბათ. ამაზეც გვაქვს ვიდეო, ხო, წილადების გაყოფა. გაყოფის დროს მეორე წილადი ამოტრიალდება, სადაც უთი რიცხვები შევარჩი. პრინციპში არა, 300 მეხუთედია, რაც 60 უდრის, ხო? აი აქაც ხო თქვით, 20-ად დაიყო და 1 იყო 3, ნუ მაშინ სულ 60 გამოდის. ეს არის ჩვენი პასუხი. ესე იგი, აი რა შევაჯამოთ ახლა, დიდი ვიდეო გამოვიდა, თორე კი არა, კარგად დიდი ვიდეო გამოვიდა. თუმცა ბონუს მინდა რომ აი 3-ვე როგორც წესი ეგ არის ხოლმე მთავარი პრობლემა, აი ახლა ამ 3-ის ერთმანეთისგან გარჩევა, ხო? ესე იგი, თქვათ, მაგალითები დავწეროთ პირდაპირ. ხო, მაგალითები ჯობია მეგონი, ხო? 5-ის 20%. მერე რიცხვი, აი სხვადასხვა ფერში ჯობს დავწერო. მეორე იყოს რიცხვი, რომლის 10%-ია
იქ მესამე იყო ეს, მაგრამ არა უშავს. 10%-ია 5 და მესამე იყოს 20-ის რამდენი პროცენტია? ალბათ 4, ხო? აი წილადებზე, ნაწილებზე რო დავსაუბრობდით, იქაც ეს 3 იყო, ხო, რაღაცა 5-ის რაღაცა 1/2 ნაწილი იქნებოდა იქ, აქაც ნაწილი იჯდებოდა და აქაც, ხო? ახლა პროცენტებზე ვსაუბრობთ. ახლა როგორ გავარჩიოთ? პირველი როგორ კეთებ? ანუ აი რა აქვს ამათ საერთო, ხო? პირველ შემთხვევაში ყოველთვის იწერება, აი როცა პროცენტს ნახეთ, აი ერთადერთ შემთხვევაში ვეძებთ პროცენტს, ხო? სხვა შემთხვევაში აქ რიცხვს ვეძებთ და ნუ 5-ის 20%-იც რაღაცა რიცხვი უნდა იყოს, ხო? ერთადერთ შემთხვევაში ვეძებთ პროცენტს, ხოლო აი იმ ორ შემთხვევაში, როცა პროცენტი მოცემული გვაქვს, ახლა აქ ვფიქრობ, რომ პროცენტი ეს პროცენტი ნიშანი, თორემ მე სიტყვად თუ დამეწერა ჯობდა, ხო? აი ზემოთა ორ შემთხვევაში აი აქ პროცენტი მოცემული გვაქვს, ხო? ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ჯერ რიცხვს წერთ, აი ამ რიცხვებს. ესე იგი აქ წერთ 5 და ნუ ქვემოთაც 5-ით ვიწყებთ, ხო, რიცხვით ვიწყებთ. და ეხლა 20% მივუწეროთ გვერდზე, როგორც 20 მიასედი. და ქვემოთ 10% რადგან არის, რადგან ამაზე ვისაუბრე, ხო, 10 მიასედი. ეხლა სად გაყოფა და სად გამრავლება? ხო, 5-ის 20% აშკარად, ანუ 5 კილოგრამი რაღაცა წარმოიდგა და მისი 20% აშკარად უფრო ცოტაა, ხო? ამიტომ 5-ი უნდა გავამრავლოთ ამ რიცხვზე. ხოლო რიცხვი, რომლის 10% 5-ია, აშკარად 5-ზე მეტი უნდა იყოს, ამიტომ უნდა გავუყოთ, ხო? ანუ წესიერ წილადების შემთხვევაში უკუმა ხდება, გაყოფის დროს რიცხვი იზრდება, გამრავლების დროს პირიქით. ანუ გასაგებია, ხო, ეს ორი შემთხვევა, როდის, ანუ ჯერ რიცხვებს წერთ, მერე პროცენტებს, როგორც მიასედ ნაწილს და პირველ შემთხვევაში გამრავლება, მეორე შემთხვევაში გაყოფა, ხოლო აი აქ უკვე მესამე შემთხვევაში უბრალოდ ერთი უნდა გავყოთ მეორეზე, ხო, აი ეს უნდა გავყოთ ამაზე. 4 მეოცედი და პროცენტს რადგან ვეძებთ უკვე, ხო? როცა პროცენტზე ვსაუბრობ, პროცენტი რადგან გვინდა, ნუ ასე გამრავლება ავტომატურად, ხო? 2-0. 2-0, 4 რო 2-ზე გავყოთ 2-ია და ნუ 2-ია, ხო, უბრალოდ. მოდიში შემეშალა რაღაც. აქ 200 რატომ იწერია? 20 უნდა იყოს. აქ 10 დარჩებოდა და 2, 5 გამოვიდოდა საბოლოო ჯამში. სულ ეს არის მოკლედ აი ამ ხელა ვიდეო გამოვიდა დიდი საკმაოდ ალბათ, ხო? შეიძლება 20 წუთამდეც იყოს, აქ ვერ ხედავ ახლა. ხო, აი 18 წუთიანი ვიდეო გამოვიდა. ცოტა დიდია, ვიცი, თუმცა ამ ვიდეოს ყურების შემდეგ შეგიძლიათ თქვათ, რომ პროცენტის საფუძვლები უკვე ვიცით. ვიდეოს დასაწყისში ნახსენები მარტივი პროცენტი, რომელთან ერთადაც შევხვდებით ხოლმე რთულ პროცენტსაც, ნუ ეს ცოტა შემდეგისთვის გადავდოთ, არც ერთი მათგანი, მით უმეტეს მარტივი პროცენტი, საერთოდ არა რთული, მარტივი. შეიძლება იმიტომაც ვქნა, რომ მართლა მარტივია მისი დათვლა, შედარებით უფრო რთულია რთული პროცენტი, მეტად ლოგიკურია, ხო? ხო, სულ ეს იყო მოკლედ ამ ვიდეოსთვის.